მოდით დავუბრუნდეთ კვლავ სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგს. ჩვენ უკვე მოგიყევით პრეზიდენტის ერთ-ერთი ძირითადი აქცენტის შესახებ, რაც ეხებოდა ევროპელი პოლიტიკოსებისთვის გაგზავნილ წერილს, რომლის მიხედვით საქართველოს პოლიტიკური სპექტრი ევროპულ საბჭოს საქართველოში არსებული მდგომარეობის განხილვას თხოვს. გარდა ამისა, პრეზიდენტი შეეხო სხვა მნიშვნელოვან თემებსაც. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხია ფონდების დაყადაღება. ქეთი ნადიბაიძე მოისმინა პრეზიდენტის გზავნილები და ახლა პირდაპირ ეთერში მოგვიყვება ქეთი. რა თქვა პრეზიდენტმა ამ ფონდების შესახებ, ის რა გამოსავალს ხედავს და როგორი შეფასებები გააკეთა დღეს? ომის სოლიდარობის წინააღმდეგ ასეთია პირველი გამოხმაურება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ფონდების დაყადაღების საკითხთან დაკავშირებით. მეხუთე პრეზიდენტი განიხილავს პროკურატურაში წამოწყებულ გამოძიებას ქართული ოცნების პარტიულ დღისწესრიგად და ხაზს უსვამს ალტერნატიული გზების მოძიებას იმისთვის, რომ პასუხისმგებლობები, რომელიც ამ ფონდებმა აიღეს პროტესტის მონაწილე ადამიანების პატიმრების წინაშე და ეს პასუხისმგებლობები არის მნიშვნელოვანი, უნდა შესრულდეს. არის პრაქტიკულად ომის სოლიდარობაზე. ანუ ის რაც დაიწყო და რაც წარმოადგენს ნამდვილად საზოგადოების გამოხატულებას სოლიდარობის იმ ადამიანების მიმართ, ვინც არიან ან დაპატიმრებული, ან სამსახურიდან გაგდებული, ან კიდევ რომლებიც იხდიან სულიად უდანაშაულოდ იხდიან ჯარიმებს, რომელიც 10-ჯერ აღემატება მათ ხელფასებს. ეს მცდელობა საზოგადოების მხრიდან, რომ გამოაჩინოს თავისი სოლიდარობა, როცა ეს არის აღქმული და წარდგენილი როგორც მტრული საქმიანობა, ეს არის წარმოუდგენელი ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ საკითხს უნდა მივხედოთ, სხვანაირად მომნახოთ გზები, რითაც ჩვენ შევძლებთ, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს. ალტერნატიული გზების მოძიების საჭიროებაზე ლაპარაკობენ თავად დაყადაღებული ფონდების წარმომადგენლებიც. დაჩაგრულთა დახმარება ვერ აიკრძალება, აი ასე ეხმაურება ერთ-ერთი დაყადაღებული ფონდის დამფუძნებელი, ფონდ პროსპერიტის დამფუძნებელი ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური პროკურატურაში დამოწყებულ გამოძიებას და პროკურატურის და სასამართლოს გადაწყვეტილებას ფონდების ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით. ისმის განცხადებაში საუბრობს ამ საქმის პოლიტიკურ мотивაციაზე, თუმცა დაკონკრეტებული არ აქვს მისი მოლოდინები. ელოდება თუ არა უფრო დრამატულად პროცესების განვითარებას, ბრალს, დაკავებას და ასე შემდეგ, თუმცა საზოგადოებამ მოისმინა უკვე სხვა ფონდების წარმომადგენლების განცხადებები პირველივე დღიდან, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ამგვარად შეიძლება ეს გამოძიება განვითარდეს, მოხდეს ბრალის წაყენება, დაპატიმრებაც კი და ასე მხოლოდ ისინი არ ფიქრობენ პოლიტიკოსებიც, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც, რომლებიც ქუჩაში დგანან, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის გამოძიება და ამ შემთხვევაში პროკურატურა მიყვება ქართული ოცნების პარტიულ ინტერესებს და დღის წესრიგს. ფონდების დაყადაღებით ხელისუფლება ეუბნება საზოგადოებას, რომ არ გქონდეს თანაგრძნობა მეორე მით უფრო გაჭირვებაში მყოფი ადამიანის მიმართ და ეს იცით რა, ეს არის დარტყმა საბაზისო სოციალურ და კულტურულ უნარებზე. საზოგადოება რომ არსებობს იმის ძირში რაც დევს, ეს არის და ის რომ ადამიანები საზოგადოებაში არ არიან ერთმანეთის მგლები, არა, ამას უზრუნველყოფს სწორედ ეს უნარი იმისა, რომ დაეხმარო მეორე ადამიანს მით უფრო გაჭირვებულ ადამიანს. ამიტომ ხელისუფლება ხელისუფლების ეს ნაბიჯი მას აუცილებლად ცუდად დაუბრუნდება. პროცესების შემდგომ განვითარებაზე, შემდეგ ნაბიჯებზე, სცენარზე არ ლაპარაკობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. დღეს ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით მათთან შეკითხვები, თუმცა ისინი გამოძიების დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა საჯაროდ მათი განცხადებებით ამ ფონდების წარმომადგენლები უკვე დამნაშავეებად და მტრული საქმიანობის მკეთებლებად ყავთ გამოცხადებული. რა თქმა უნდა, ისინი ამბობენ, რომ სხვა კეთილშობილური მიზნებიც აქვთ, მაგრამ ამ კეთილშობილურ მიზნებთან ერთად აშკარად ხელს უწყობენ საქართველოში ძალადობას და ახალისებენ ექსტრემის, ასე რომ მაგალითად შეგიძლიათ თქვათ, აი ამ ფონდების მიერ დაფინანსებული ძალადობრივი ქმედებები რა არის?
ხო გითხარით რა ჩაგეწერებით მეთქი კომენტარი ხო მოგეცი პასუხი და ანუ არასასრულ კითხვებზე არ მეწერებით და არასასრული კითხვები რა მათ გადარიცხებში პირდაპირ არის მითითებული რისთვის იძენდნენ სხვა მაგასაც წინახაზის ბავშვებისათვის აირწინაღები თუ ასეთი წინაღების თავი არ უნდა დაიცვას ადამიანმა როცა მხუთავაის ესწრის პოლიციელი მხუთავაის პოლიციელი ესწრის მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც არ ემორჩილებიან პოლიციის და ესეთი სამართალდამცავი ორგანოების კანონიერ მოთხოვნებს და ამის შესახებ აფრთხილებს წინასწარ პოლიცია და აუცილებელია რომ ასეთ დროს ასე ვთქვათ დაიშალო როდესაც გადადის ასე მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგო ქალბატონოეკა აიწინაღე კანონსაწინააღმდეგო დაცვას კანონსაწინააღმდეგო არ არის მაგრამ კანონსაწინააღმდეგო არის როდესაც არღვევენ საქართველოში არსებულ კანონებს ჩვენ ქვეყანა არის დემოკრატიული სახელმწიფო სამართლებრივი სახელმწიფო მოქმედებს კანონის შესაბამისად მოქმედებს სამართალდამცავი ორგანოები ისინი კანონის ფარგლებს ბუნებრივია არ გაცდებიან რაც კანონით არის დაშვებული ყველა ქმედება იქ არის შესაძლებელი განხორციელდეს იმ პირთა მიმართ ვინც სამართალდამცავად ჩაიდგა მესამე დღეა სოლიდარობის ფონდები დაყადაღებულია ახლა მათი წარმომადგენლები ელოდებიან შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს